სახელითა მამისათა, დაძისათა, დასულისა, წმინდისათა ჩვენთან არის. არს დაიწოს. დღეს სახარებიდან წავიკითხეთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იგავი ქორწილის შესახებ. როგორ დიდებულმა ადამიანმა ზოგადღილას წერია მეფემ მოაწყო თავისი შვილის ქორწილი. და დაპატიჟა დიდებულები, ყველაზე ცნობილი და ყველაზე საზოგადოებაში წარჩინებული ადამიანები და მოიწვია ქორწილში და ესენი 1000 მიზეზი მოიგონეს. და დაასახელეს ზოგადღილას ჩამოთვლილიც არის სახარებაში ეს მიზეზები, როგორც ჩვენ ამაზე დღეს არ შევჩერდებით და მოკლედ უარი უთხრეს. არა მარტო უარი უთხრეს, არამედ ეს გამოგზავნილი ადამიანები რაღაც უხეშად უხავსად მოექცნენ, ზოგი მოკლეს, ზოგი რაღაც ესეთი საოცარი ამბავი აღწერა ქორწილში პატიჟებენ და ესე რო იქცევი ადამიანი. და ბოლოს ძალიან განრისხდა ეს მეფე და გააგზავნა ლაშქარი და დახოცა ეს ხალხი. ესე ვინც ესე უდიერად მოიქცა. ეხლა მე გიყვებით იგავის შინაარს. და ამის შემდეგ უთხრა თავის მოწაფეებს, რომ გაშლილია სუფრა. და ეს დიდებულები არ არიან. ამიტომ წადით ქუჩებში და გზაჯვარედინებზე. და ვინ შეხვდებათ ეს ხალხი მეორე ეს ხალხი რომელსაც არც იცნობს ალბათ. და ეს ხალხი მოიყვანეთ. ეს ხალხი მოიყვანეთ და ამათთან ერთად გადავიხადოთ ჩემი შვილის ქორწილი. და მართლაც მოიყვანენ და დასვამენ. და შემდეგ მოხდება ესეთი რამ, რომ ვიღაც ერთს არაცვია საქორწინე ტანსაცმელი. და კითხავს ეს, რომ ეს სახლის პატრონი, ეს მეფე, რატო არ გაცვია საქორწინე, რატო არ ხარ ჩამოწყობილი. და ეს ვერაფერს ვერ ეუბნება და გაიყვანენ, რა თქმა უნდა, ქორწილიდან და დასჯიან ძალიან. ნუ ერთის მხრივ შეიძლება ცოტა გაუგებარია, პირდაპირ ესე იგი დავიწყოთ ამისი ახსნა. მაგრამ როგორც კი გადავალთ ამიგავის დაფარულ შინაარსზე, იცით შეო ყველაფერი გახდება ცხადი. ნუ პირველი ის არის, რომ ორჯერ გააგზავნა, ხო? ეს თავისი მსახურები ხალხის დასაპატიჟებლად. და ეს არის ერთ-ერთი იგავი, რომელიც ძველ აღთქმას და ახალ აღთქმას ერთმანეთთან აკავშირებს. ანუ პირველად რომ გააგზავნა, ეს არის ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები, ძველი აღთქმის მსახურები, უფლისა, რომელიც დადიოდნენ ხალხს და მოუწოდებდნენ და არ ყურად არიღეს დიდებულებმა, ანუ გამორჩეულმა ხალხმა, ანუ რჩეულმა ერმა, ანუ ებრაელებმა. და ძალიან ცუდად მოექცნენ. ეს საუკუნეების მანძილზე ხდებოდა ესე უფლის წინასწარმეტყველებს მართლაც დახოცეს ბევრი მათგანი და ძალიან ცუდად და ბოლოს უკვე როდესაც დადგა ეს დრო, როდესაც ეს ქორწილი უნდა მომხდარიყო, რაც ხო განკაცება უფლისისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. აი ესე იგი ამ დროსაც არ ინებეს მოსვლა და კი არა და მისი შვილი ჯვარზე გააკრეს და რა თქმა უნდა კარგი არაფერი დაემართებოდა ამ ხალხს და ეს ხალხი რო გააგზავნა მეომრები და რო დაახოცინა, ეს იყო იერუსალიმის დაცემა. როდესაც რომის იმპერიის რომის ლეგიონერებმა გაანადგურეს და მოსყეს და მიწასთან გაასწორეს იერუსალიმი. რაც შეეხება მეორედ გაგზავნას უკვე ამის შემდეგ, იქ არის ნათქვამი გზები და გზაჯვარედინები. ანუ აქ არის ლაპარაკი წარმართების მოწოდებაზე ეკლესიაში. წარმართებს მოუწოდეს და ეს წარმართები მართლაც შემოუერთდნენ ეკლესიას და პავლე მოციქული იყო ქადაგებელი წარმართთა შორის და წარმართები შემოუერთდნენ ეკლესიას და მოვიდნენ ისინი ქორწილში, მაგრამ აი რას ნიშნავს ეს ადამიანი, რომელიც საქორწილო ტანსაცმელში არ იყო შემოსული. მე რო პირველად წავიკითხე ეს იგავე, ვიფიქრე რომ ეს კი არ არის გასაკვირი, ეს ერთი რო არ იყო ტანსაცმელში გამოწყობილი. ის დანარჩენები ქუჩიდან მოყვანილი ხალხი როგორ იქნებოდნენ ტანსაცმელში გამოწყობილი. ან ჯერ ესე ის ადმოასეს ჩაცმა და ან მეორეც ერთი კიდე ყველა სხვა არა აქ ეს გამზადებული საქორწინე ტანსაცმელი. და როგორ იქნებოდა, რატო იყო მარტო ერთი რო აღმოჩნდა, რომელსაც საქორწინე ტანსაცმელი არ ეცვა. აქ საქმე ის არის, რომ ჯერ ერთი იგავში არის ძალიან საინტერესო ერთი რამ, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებში ესეთი ტრადიცია იყო, რომ როდესაც მეფე პატიჟებდა ქორწილში, გიგზავნიდა ტანსაცმელს თვითონ. რა უნდა ჩაგეჭირა.
დღესაც ხო არის ესეთი, რომ ეს ალბათ პატიჟები გეუბნებიან ეს ჩაიცო, ეს ჩაიცო, ეს ჩაიცო. ხო, ესე არის ჩაცმული ხალხიდან. აი რაღაც ამდაგვარი იყო და ყველა დაპატიჟების მომარს უგზავნიდნენ დასაცმელს. და ხანს არ ეცო. ეს მოვიდა რაღაცა დახეული დადონზილი დასაცმელი. და ეს კი ნიშნავს სიმბოლურად იმას, რომ როდესაც უფალი იწვევს, წარმართებს თავისი შვილის ქორწილში, რაც არის განკაცება ღვთისა და შემდეგ ჯვარცმა და მტრეცით აღდგომა. ეს არის ქორწილი იესო ქრისტესთან. როდესაც იწვევს ქორწილში, როგორ იწვევს, წარმართებს, აუცილებლად უნდა მოინათლოს ადამიანი, ხო? ესე იგი, რომ შემოერთოს ქრისტეს ეკლესიას, კი ბატონო, შემოუშვებენ წარმართებს ეკლესიაში, მაგრამ ეს წარმართები ხომ უნდა მოინათლონ. და ეს ნათლობა, ეს არის როგორც სახარებაში წერია და ლოცვებში ვამბობთ, რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს. აი ეს არის ჩვენი შესამოსელი და ჩვენი დასაცმელი. და ესე იგი, ერთი ეს არის, რომ აი ამაზე რო არ სიტყვის ადამიანი ქორწილში ვერ მოხდება და თუ მოხდება დაისჯება. და მეორე არის ის, რომ შეიძლება კი შეიმოსოს ეს დასაცმელი, მაგრამ ეს დასაცმელი დასვავს, შემეწოს თავისი ცოდვილი ცხოვრებით. და აუცილებლად ეს უნდა მოინანიოს. ანუ ქორწილში მოხვედრა შეიძლება მარტო სინანულით მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, ხოლო სინანულით, რომელიც მოინანიებს თავის სოდებს მუდმივად, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ მუდმივად ვწოდებით. ეს არის დღევანდელი იგავი შინაარსი და მე გისურვებ თქვენ ყველას, ჩემ თავსაც მათ შორის, რომ ჩვენ მოვხვდეთ აი ამ ქორწილში. აი ამ ქორწილში უფალთან ჩვენთან იესო ქრისტესთან, რომელიც არის სიძე ეკლესიისა. და ღმერთმა გავხადოს ამის სიხირში ჩვენთან ავსკრთი.